მოდი, გავაკეთოთ თეატრი. 2001 წლის 29 დეკემბერს დაარსდა თეატრი ჰიგია. პირველი სპექტაკლი იყო 6 შინაბერა და 1 მამაკაცი. მაშინ მესამე კურსზე ვიყავი და ალბათ ოცნების დონეზეც არ მქონდა წარმოდგენილი თუ სადამდე მოვიდოდა ეს ყველაფერი. აქედან იწყება ჩვენი თეატრის ისტორია. დღეს, როდესაც არის უკვე 2025 წელი, თეატრი 24 წლისაა. ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა მან როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ვიყავით ძალიან ბევრ ფესტივალზე, უცხოეთში. საქართველოში ტარდება როგორც მოგახსენებათ ფესტივალი ნიღაბი, სადაც ძალიან ბევრი პრიზი გვაქვს აღებული. ვითამაშეთ რუსთაველის ეროვნულ თეატრში, რომელიც ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. დასამახსოვრებელია რუსთაველის თეატრში თამაში, რომელიც ჩემს თაობაში ორჯერ მოვახერხეთ და ეს დაუვიწყარი წუთები იყო ჩვენთვის. მახსოვს თითოეული როლი, თითოეულ როლზე მუშაობის პროცესი და მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ გონე რომ თითოეული ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეთიკა, კომუნიკაციის უნარი, პაციენტთან ურთიერთობა, მისი გაგება და ასე შემდეგ. რაშიც თეატრი ძალიან გვეხმარება. ჩემთვის თეატრი ჰიგია არის სამედიცინო უნივერსიტეტის განუყოფელი ნაწილი და ვფიქრობ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში მოხვედრილი სტუდენტები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ამ ადგილით. იმიტომ რომ ჰიგია არის შესაძლებლობა. გამოიარა 25 თაობა, რომ ან პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე თაობა უკვე წარმატებული ექიმები არიან და დღევანდელი სამედიცინო ელიტის წამყვანი სპეციალისტები არიან. არ შეიძლება რომ გული არ ამეჩუხდეს, როდესაც თეატრზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მართლა ჩემთვის ყველაფერია. გაჩერდით, ერთმანეთს შეხედეთ და ვითომ ძალიან გიყვართ ერთმანეთი. ხო, ესე კი, ეხა ჩახუტება. ხო, ძალიან კარგია და ეხა ჩავიდეთ იქიდან. მედიცინა, რა თქმა უნდა, არის უპირველესი, მაგრამ არ არსებობს არც ერთი მედიკოსი, რომ არ იყოს ხელოვანი შინაგანად. ფესტივალი ნიღაბი, თეატრი ჰიგია და რა თქმა უნდა, სამედიცინო უნივერსიტეტი ეს სამეული ერთად ქმნის სტუდენტის ძალიან ბედნიერ ცხოვრებას. ყურებელს აბსოლუტურად ადეკვატურად გადმო. ყველა ბავშვი არსებობს ის, რომ მოდი ვიყო მსახიობი. აბსოლუტურად ყველაში ესე ვფიქრობ. და თითქოს აქ ყველა მათი ოცნება ხდება და ამ ახდენილი ოცნებით უკვე წარმატებული პროფესიონალი ექიმები ხდებიან.